Jöksuydabıysa. Kresasati de boli dvea. Arasıram şuydabıysa. Çudar var. Browser var gamavedi am gatsebilan bolomda. Goshin mivedi im aptiakshi Karpurshi ვიყავით საღამოს და იმ აპტიაკში მივედი და უთხარი სამნახევარი მეთქი გუშინ ვიყიდე მანიკური მეთქი და ხო და ელოდებოდნენ რომ რაღაცას ვეჩხუბებოდიან რაღაცა და მეთქი ესე მეთქი ბავშვს მივეცი მეთქი ეჭირა ერთი და მეორე კი ჩაუდია მეთქი უთხარი მეთქი რომ ბავშვს ხელში ექნება და სხვა გაატარა და ის ჩაუდია მეთქი ხოდა სხვა იყო ხოდა რავინ მინუსი არ ყოფილა ვარც არაფერი უთქვია არ მართმევდნენ მე უთხარი ვიცი მეთქი იმიტომ რომ სპირტი და ერთის ფასი მქონდა მეთქი გადახდი ანდრია მოდის გავაგზავნე იმაზე პასკაზე ახლა მე მიწერეს იმ გოგოს იყო მინუსიო ნაშჩიო შენ გაასწორე საღამოსო კიო მე გავასწორეო ანა ანქეშა თუნა დატოვოთ და მქონდა ზუსტად 20 ლარიანი ანა ეგ 20 ლარიანი მივეცი და ისე მიხარია იცი რა არის აქ იმაზე არ არის ბუმერანგი დაბრუნდება თუ არა ხალხი სხვა ხალხს ხოცავს და იმათ ქონებას ისაკუთრებს და იმაზე ცხოვრობს ხალხი მილიონებს მახინაციებით შოულობს და მაგალითად ცხოვრობს და მშვენივრად არიან აქ იმაზეა საქმე რომ მე ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი არც იმას გააკოტრებს ეგ ფული არც მე გამამდიდრებს არც დამაქცევს უბრალოდ ჩემი საქმეა შეიძლება ვერ შევამჩნი ოდესმე შეიძლება მე ფულს არ ვითვლი ხოლმე როცა ლარებით ვიხდიდი ხოლმე სანამ ეს ბარათი და ის იქნებოდა ანუ ფულის თუ არ ვიცი რა მომცემენ ხოლმე პირდაპირ ვიდეოში ბეში და მივიდიო მას შეიძლება გამყოს ან დამაკლდეს და ვერ გავიგო ნუ ძალიან დიდი თანხა თუ არ დამაკლდა არ გადამიყვას 20-იანი 50-ზე აი ესე ხურდაში ვერ შევამჩნი მაგრამ როცა ვამჩნევ ადამიანი მუშაობს ყოველ დღე და ანუ თავის ჯიბიდან რატო დადო ნუ მეც არ მინდოდა ის მეორე და თან ზუსტად ერთი ფერის ორი მაგრამ შეეშალა აი ასე რა მომიტანა ანდრია ვთხოვე რომ მოიტანა პასკა და ევას და ევას მოუტანა კიდე აი ეს ნაკინი ახლა თქვენთვის ეს გასაკოს ხალხას ოკეი მშვენიერია Rame მოინდომა ეხლა რომ გარეთ რამე არ მიყვარს ხოლმე გარეთ რამე უკვე რომ გნელა რა ვიცი 1000 რამე ხდება რამე ელემენტარული ცით რას დავაკვირდი ეხლა გამოდაფხულდა გამოვიდნენ ეს რავილი ხაჩები გვია თუ რა აი ესე გიჟები ვით რო ატარებენ მანქანას ხო და ისიც არიან ეგეთები მაგრამ ღამე უფრო მეტნი არიან იმ დღესაც საღამოს ვიყავით და რაღაცა ძალიან ძლიერ ზრაბიანი მოტო აი რა ხმაზე მოდიოდა იცით რა სიჩქარე და თან უკანა ბორბალზე მოდიოდა მარტო არ მოიჭირე რა حالا اگر خالقی آماده غامه ولا ویسیم شک می‌گذاره تو شهری خوشی نبود. آیتی آوست دستم.
ნახეთ მოუხდეს გზისკენ სადაც მივდივარ. რატო? ნუ დღისითაც აი მაგრამ დღისით სხვა გზა არ არის და დაღამდება და დაბნელდება მერე ბავშვით რისთვის ვიდარო. სამსახური და რაღაცა სხვა არის ახალდაბნელს მაგრამ ბავშვი ლევანში აკუნავატარო და ის გავიوارد. მაგრამ ისინი მესტარო არ უნდა და არ უნდა საფამოს მოიწო. მეთქი დედა ბნელა ღამეა ხო არა ეხა უნდა წავიდეთ ხო მეთქი გაიძავიდე წავედი იცოცხლიანი მქონდა იცოცხლიანი რაოცლიანი იყო მე ხო გამოვიწერე ოჯახისთვის KFC ხო და თქვენი გადავიღეთ დამატებით უნდა რაღაცა თუს მოგწევდო და დამატებით გამოიწერო ჩვენთვის რაღაცა და ის ფული იყო დამატებით თუ გამოვიწერე რაღაცა აი ხოდეს არ ვახსოვდი ხოლმე, მაგრამ ახანენა რა ასაკი ემატება. მინდა რომ აი ეს ისწავლო ფულთან. დამოკიდებულება. და ისიც რომ ხათუ ყველაფერს ყოველთვის შენ უყიდი, რა мотивация იქნება რომ შენ იქითოს რომ ისწავლო, ხო? ხოდა ესე მეუბნება სოციალობით. მე ვირავინ დავკარგე. ხოდა ნეისა იქო წავედი კიდე კაი მქონდა ვისაც მივიდოდი მაგრამ არ მეკნებოდა ბარათი მეკნებოდა და რადგან გასწორებული იყო სალაროში ახლა ესენი ალბათ პირდაპირ იმ გოგოს მისცემენ იმ სამნახევარს და ისე კიდე ანუ რანაირად იმასია პროგრამაში ყველაფერს ყიდულობ გადაურიცხავდი. ხოდა ესე. აი რა ამბავი. Κοσμετικά έτσι σούπι. Βγάζει σου μάρτο είναι το κομμάτι. Το βάζω στο πλαίσιο, φάμε. Μέσα να πάω στο μόλι, να φτιάξω σαν τα κοντά, ή τα μου δεν πάω. Έτσι είναι τα μάρμονε, να μου μία να πάμε, έτσι είναι μάρτο. Δεν θα μην σπάω, δεν είναι. Γιατί რაღაც περίπου. Καύλε βάρκα σε στοιχεία. Καύλε σულ χαρτება და თუ ადამიანი რაღაცას ასწავლო. და სვანცა არის ბავშვების სწავლა და ძალიან ბევრი რამე შეიძლება პროფესია ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან დაკავშირებით აი ძალიან ბევრი რამე შეიძლება და ძალიან მაგარია შემოსავლია ვიდეო რომ მქონდა სანამ პასკა არის სხვა რამე არ მინდა ტყბილი გუშინ ვიდეო რომ მქონდა მინდა ვთქვი ქალები რომელიც მაკიაჟით არიან მეთქი რამდენიმე კომენტარი იყო ისეთი მაგრამ მე მგონი მე ვერ გამოვთქვი კარგად ის ხმა მინდოდა ან გმერმა ვერ გაიგეს მე რას გულისხმობდი ანუ მე არ გულისხმობდი იმ ქალებს რომელსაც თვითონ უნდათ და თვითონ მოწონ შეიძლება სულ არ ყავს არც ქმარი არც კაცი არც არ უნდა მაკიაჟებული დადის და მაკიაჟითაც იძინებს
ეგ სხვა რაღაცა. როცა შენ თავისთვის აკეთებ მაგას, როცა შენ გინდა და მოგწონს, უნივერსიტეტში დაკლება თუ მომატება თუ ფულის რომ თუ უნივერსიტეტში ჩაბარება თუ რა, შენ რაც მოგწონს იმას რო აკეთებ, შენ თავისთვის. ეგ სხვა მაგაზე არ ვიზა. მე ვამბობ, როცა ამას აკეთებ იმისთვის, რომ დაიმსახუროს ეს მოწონება და სიყვარული. აი მაგას გულისხმობ. და არა იმას, რომ ადამიანს თვითონ მოწონს და თავისთვის აკეთებს. Jandy schouwbouw. Ik ga van mijn mom noemen dat. Ik ga het erbij kunnen komen, maar ik ga ook raus. Ja, dan ga ik het wel treden. ანუ მაშინ მივხვდი რომ ის ადამიანი ვინც ამას მეუბნება და ფიქრობდა რომ ეს შეიძლება გააკეთო, მაგრამ ის რაღაცა მოინადირო. მაგიტას ჩემთვის მინდოდა. აი ეს საერთოდ საფირავ თქვია. არც უხუმრი არავის და ჩემი ცხვირზე, იმიტომ რომ კეხიც კი არ მქონდა. მქონდა, მაგრამ ესეთი ხაზრო დაადებდნენ, რომ ვიზუალურად შესამჩნევი არა. და რაღაცა ძალიან დიდი შესაძლებელი არ საერთოდ ჩემთვის იყო. არა ვინმეს გამო. რაღაც მოძულებული გამოვაკ. ამზეში გაჭამი მაიმუნი და არა. არ უნდა და. ანუ გააკეთა. Nice. მკითხეს პასკაო გამოაცხაო თუ იყიდეო და რომ გამოვაცხე ისინი ამდენ ხანია გათავდა ისინი უცებ შეჭამეს და მე უკვე ვყიდულობ იმიტომ რომ ვაცხობ გამოდის ბევრი და ბევრი რომ გამოდის მე უფრო მეტ და ამას ცოტა სჭამ ერთი რომ გათავდება მე ახალს ვიყიდი და ეს არ ვდარდობ იმაზე რომ გაფუჭდება, თუმცა მე TikTok-ზე ვნახე რომ ყინავენ თურმე. ხო, პასკებს. არ მიფიქრია ეგ მე, არასოდეს რომ პასკა გამეყინა. ესე იგი რა მინდოდა რომ მეთქვა. კეთი ყველაძეს რომ გარდაეცვალა დედა. არც კი მგონია თუ ვინმე შეუძლია რომ გაუგოს ადამიანს ისე ძალიან როგორც მე, რომელსაც ყავს ადამიანი, რომელიც უყვარს, მაგრამ იმდენი ტკივილი აქვს მისგან. მე ორი მყავს ესეთი ძალიან ახლობელი ადამიანი. და დადო ვიდეო, პირველი ვიდეო, სადაც გაიგო რომ TikTok-ზე მხდება ხოლმე და სადაც გაიგო რომ დედა გარდაეცვალა ეგ ვიდეო დადო. ცოტა ხანში რომ შევედი, კომენტარებიო შეზღუდა ავტორმა. ანუ ისეთი კომენტარებს უწერდნენ, რომ კომენტარები დახურა გოგომ. ჯერ კიდე იმაზე შემოდგომიდან მის დედაზე რა ვიცი უამრავი ვიდეო იყო რომ მიატოვა სახში არ უშვებს და განსჯა და ის რა მინდა რომ თქვა
არავინ არ იცის ადამიანის სულში და გულში რა ხდება. ძალიან ადვილია, რომ აიღო და სხვას ქვა ესროლო. მაგრამ არც ერთს, რომელიც ამ ადამიანს ქვას ესვრის, იმის მემილიონედადაც კი არ უყვარს. მისი დედა და არ ედარდება, როგორც მას. მიუხედავად იმისა, როგორი ურთიერთობაც არ უნდა ქონოდა. პატარა რომ ვიყავ, მეგონა, რომ სადაც სიყვარულია და თუ სიყვარულია, იქ ყველაფერი კარგად არის და კარგად იქნება, მაგრამ მე რომ გავიზარდე, ცხოვრება მაჩვენა, რომ ეგრე არ არის. შეიძლება იყოს სიყვარული და შეიძლება არ იყოს ურთიერთობა. უფრო მეტი შეიძლება იყოს სიყვარული და შეიძლება იყოს საშინელი ურთიერთობა. ყველაფერი შეიძლება იყოს ამ დედამიწაზე. მე ვერ უყურე გუშინ კიდე ვიდეოები, რომ დადო ქეთიმსაც დედამისი ყოფილა, მე ვერ უყურე, იმიტომ რომ ეს გულიდან ამოგლეჯილი იყო ეს ყველაფერი, ისეთი ტკივილი იყო, რომ მე ვისაც დედა არ ყავს, ვისაც ამდენი ტკივილი ვნახია ცხოვრებაში, ვისაც ძალიან ადვილად ესმის და გრძნობს სხვების ტკივილს, თამაშსაც ძალიან ადვილად გრძნობ და ვხედავ. და ნამდვილ ტკივილს არის და საერთოდ ნამდვილ ემოციებს. მე ვერ ვუყურე მაგ ვიდეოს. იმდენად მეტკინა. აი ამ აღდგომების მერე პერიოდში. რა თქმა უნდა, მარტო იმ ადამიანს გულისხმობ, ვინც ლანძღავს, დანაშაულებს, ქვას ესვრის. აი, ვინ არის ისეთი უცოდველი, ვინც თავისუფლებას მისცემს, რომ სხვას ქვა ესროლოს. ხო არის გამოთქმა, რომ სანამ გამსჯიო, ჯერ ჩემ ტყავში შემოდი და ჩემი გზა გაიარე. ვერასოდეს ვერ გაიგებთ. ეგ ადამიანები რა აქვს გავლილი ქეთის. და მე პირადად მე ვთვლი, რომ რა გზაც აქვს ამ გოგონას გავლილი, ამ ბავშვს, რომელიც ის იყო და რომელიც ახლაც და სულ იქნება მის სულში, რა გზაც აქვს გავლილი. ანუ რა ვიცი, მაგის კვალობაზე კი არ დაიღუპა. დედა ისეთი როგორც თვითონ არ ყოლია. რამდენს აკეთებს თავის შვილებისთვის. ანუ ფეხზე დგას უმკაცრესი ცხოვრების პირისპირ სრულიად მარტო ამხელა ჰეითის. ვიღაცებს ადვილი გონიათ, რომ შენ ყოველდღე ლაივში იჯდე და ამდენი ბოროტი ადამიანი და ამდენი ჰეითერი მოდის და გლანძღავს და თავის დაბახს გასხავთ, ვიღაცებს ეს ადვილი გონიათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო. ეს ჩვენთან ქვია, ჩვენ ქვეყანაში ამას მათხოვრობა თორე. რა ვიცი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როცა ბლოგერი ლაივშია, ფულს ურიცხავს, ხალხს ეს ნორმა, ეს ჩვეულებრივი რაღაცა. ჩვენთან მიეცა ამას რაღაც ესე საშინელი ფორმა და საშინელი სახე. მე არავის არ გავისჩი. მე არავის ქვას არ ვესვრი. კი არა და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველა ადამიანს, ვინც უვლის შვილს, დედას, თუნდაც თავის თავს არ დაიღუპოს. არ მიდის, არ იპარავს, ვიღაცას არ კლავს, ვიღაცას არ უმუხთლებს. იცით რამდენი ადამიანია, ვინც რუხში დანაშა გარტყავს და ისე დაეუფლება შენს ადგილს და საზოგადოებაში კარგი სახელი აქვს. აი მასეთი ადამიანები არ მიყვარს მე. დანარჩენი მე არასდროს არ გავსჯი ადამიანს. მე ყოველთვის ქედს ვიხრი ადამიანის ტკივილის წინაშე, სიყვარულის წინაშე.
Როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს, მრავალნაირი შეიძლება იყოს. ყველას გვაქვს კარგი და ცუდი. აი მე როცხვის ოპერაციას ვიკეთებდი. ჩემო საუკეთესო ექიმმა ვადა ჯანაში მითხრა. შენ იმას კი უნდა უყურო, ცხრი როგორი გამოვიდა და იმის მიხედვით კი უნდა თქვაო, ექიმი კაია თუ არაო. საერთოდ რომ სჯერლობენო. ანუ შენი ცხრი კაი გამოვაო, იმიტომ რომ რაღაცა რთული ვარიანტი არ არისო რა, ესე გვერდზე როა ხოლმე ესე წასული ან რაღაც. მაგენ არ გამოდის ესეთი კარგი. იმიტომ რომ ბუნებრივად რაც არის კი არ უნდა შექმნა. და აი უყურებენ ხოლმე მე ამბობენ რომ აი ცუდი გააკეთო რა. და ყოველთვისო კაია თუ არა ცხვირიო და როგორიაო. უნდა იმსჯელო იმის მიხედვით რომ ნახო როგორი იყო იქამდე. და მე ყოველთვის ვაფასებ ცხოვრებაში. ადამიანს რა გზა აქვს გავლილი. და მაგის ფონზე დღეს ვინ არის? თუნდაც ის ძალიან მომეწონა. აი ქედს ვიხრი ასეთი ადამიანის წინაშე ძალიან მომეწონა. რომ დედას უყიდო განსაცმელი, რომელიც მოეწონებოდა დედას, რომელიც ცხოვრებაში ეცვა, როგორიც. ისეთი კი არა რომ წესია და ამის გამო ჩავაცოთ ლიფი მაგალითად, რომელიც ქალს არასდროს არ ეცვა. ის კი არა რომ წესია და ესე ჩავაცოთ ის. არა. ყველაფერი ისე როგორც მას მოეწონებოდა და ენდომებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გალანწავს, რამდენი ესვრის ქვას პირდაპირ სახეშიც და ზურგს უკანებს, ხო? მაგ ვიდეოს უყურე, დასაცმელი რა უნდა ჩავაცვალო რომ ლაპარაკობდი. იმას ვერ უყურე, სადაც გაიგო რომ ტირო და ღამე რო იყო. მე სინამდვილეს, სიმართლეს, ყოველთვის პატივს ვცემ. სიძლიერეს ყოველთვის ქეთს უყრე. ხო რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ჩვენი ცუდი მხარე, ყველას გვაქვს შეცდომა, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს ჩვეულებრივია. ეგ არის ზუსტად ის, რაც არის ჩვენი ზრდის ფაქტორი. ანუ მაგები ვსწავლობ და მაგებით ვიზრდებით, რეალურად. ხო და მე არ ვიცი. ვისურვებდი რომ ჩვენი შვილები ისეთები გავზარდოთ. ჩვენ გქონდა ესეთი, აი თვითონ ჩვენგანს გქონდა ესეთი აზროვნება. რომ არავინ არ გალანძღოს, არავის არ ესროლოს ქვა. რუსულ ტიკტოკზე შემოხვდა ერთი ვიდეო. რაღაცა ნიღაბიროა, რაღაცნაირი წვერიანი და დიდი ყბიანი სახე რო უჩნდება ადამიანს. ტიკტოკზე არის რაღაც ეგეთი. ისა ნიღაბი თუ რა ქვია. ხო ის მე ტიკტოკთან არ მეგობრო. ახლა და ვიცი რა ქვია მაგას. მაგარი გადაღებული ქონდა რაღაცა საშინელ ფორმაში იჯდა. თვითონ ჭამდა ძალიან ისეთ საჭმელს, აი მაიონეზიას და ეგეც. ხო და კომენტარებში უწერდა სხვებს ჩანსახკოებაზე, თავის მოვლას, აი ბოლოდოდე თვითონ იყო. სახეზე წვერები ქონდა, ანუ სახეზე წვერები ქონდა გულისხმობ, ნახეთ რა გულისხმობ, მოვლელ ფორმაში იყო ძალიან თვითონ რა. და თან ჭამდა, ძალიან არა ჩანსახს და წონაც ქონდა. და თან სხვებს უწერდა, რომ ვაიმე რა ძროხა ხარ. სხვებს უწერდა, რომ ჩანსაკვებაში შესახებ არ აქვს ფერიქსმენია. იმას იქ უკბინა, იმას იქ და დასციონდა და ტკბებოდა. იცით რა, ანუ პირველად დავფიქრდი, რომ რამდენი ადამიანია ეგრე. დამალული, რომლის სახეც არ ჩანს და რომელიც ტკბება იმით, რომ დადის სხვა ადამიანთან და აი იქ უკაკებს. აი რა ცუდო არიან ეგეთი ადამიანები. საცუდავები.
მე ძალიან კარგად მესმის ქეთისი იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გიყვარდეს ვიღაცა მაგრამ მან არ მოგცეს საშუალება და უფლება იმისი რომ შენ სიყვარული გამოავლინა თავის საქციელით და ასე დროს ძალიან ძნელია გააკეთო ანუ ძალიან ძნელია მიხვდე რა არის სწორი რა უნდა გააკეთო რითი გამოავლინა შენი სიყვარული და როგორ დარჩე შენ ამავდროულად შეუვალი რო არ დაზიანდე ჩვენ ხო ყველაზე მეტად ჩვენი ახლობელი ადამიანები გვაზიანებენ გვტკენენ მათთან ხო ყველაზე დაუცველები ვართ და როგორ დარჩე შენ ფეხზე ისე რომ ცხოვრებაში იდგე და შენ გზაზე იარო და თან გამოხატო ეს ოღონდ ისე რომ შენ არ დაზარავდე ტოქსიურ და არასწორი ასრულების მქონე ადამიანთან სიყვარული როცა მასაც უყვარხარ და შენს ამან შეიძლება დაგხუპოს ამან შეიძლება გულზე ქვა დაგადოს ან შეიძლება მარადიულ სინანულად იქცეს და როგორ მოიქცე ისე რომ სწორი გზა აირჩიო და ამაზე იარო სწორი სხვისთვისაც და შენთვისაც შუაში ეს არის ყველაზე რთული მინდოდა რომ ეს მეთქვა პასკის ჭამის დროსაც ფიქრობდი მაგრამ არ მინდოდა რომ პასკის ჭამის დროს მეთქვა ან ჭამის დროს არ მინდოდა რომ მეთქვა მე უფრო მათ ემაზე მილაპარაკია ჭამის დროს მაგრამ რა ვიცი არ მინდოდა არ მიმაჩნია მე ჭამის თემა სამარცხვინოდან სასაციოდ როგორც ზოგს ჩვეულებრივი მშვენიერი რამე რაღაც რასაც სითბო მოაქვს და რაღაც რაც გვაერთიანებს რა ჭამე? ჰა? რა ჭამე? რაღაც საჭოს უნიგა. კვერპელი ქენი და ის ხო შეჭამე არ გამაგიჟო ახლა. მე ხო ვერ გადავაჭი ეგიფიცებით. ძაღლი რო თავი წდეს ჭამს. ხო საშინელებაა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არა. იმას შეშტებით ადამიანები რო აკეთებენ მაგას. და იცით რამდენია და აი ეს ამასთან წავაწყდი მაგას. მე ცხოვრებაში დავაკვირდი. ანუ გადატანჩი მნიშვნელობით ამბობ და არაპირდაპირ. იცით რამდენი ადამიანი ჭამს თავისას ცხოვრებაში. ანუ ის რო შენ გიყვარდეს მოყვას შენი პირველ რიგში შენ გულს ანათებს შენი ცვლები იმის მიხედვით როგორ აზროვნებ იმედი იქ არაფერი ქერი ხო წავიძებ ნახო ახლა უნდა გავრეცხო ისა ჩემი საბანი რომელსაც ბოლოს მან დააყეცა იმიტომ რომ ეს ერთი ცალკე გავრეცხე იმიტომ რომ არც შავია არც თეთრია ვერც შავებში გავრეცხა ვერც თეთრებში გავრეცხა და გავეცა ცალკე ამიტომ. რაღაცა შეუღებიათ.
საღებავის სული დგას. ეს. და მე როგორ მეშინია ბონინო. Ani, როგორ დამაშინე? როგორ მოხარენა? გაშორდა რაღაცა მქონდა საჭმელი ჩამოსხმული და გაშორდა. უმეზარი ბანები შეტანა იქ დასაკეთია მე და მე შევიტან. საბანი უნდა შევაგდო ახლა. აი მზე იქნება დღეს და რო გაშრეს. ამოღებული მაქვს თეთრი საბანია და просто აი გაჩვენებს რა დღეშია. ეს რაღაც გასთის ეს. გავრეცხა და ხა კიდე უნდა გავრეცხო. ამ ხელში ხაცა ჩავალ ბორსაწოლიანისა. კიდე გაი ეს არის მანქანა. რეცხავდა. აი თეთრის. აიქო. აი მერასულია. აი აიქო. ბონი. რაზა ხიბატო ხარ? Debilgi. Lachen musste. შეხეს პასკა ხელი დავიმანაჯერ და ეს პასკა უნდა ჩავდო თორე იმას იზამს იმას იმაკდა დაახლოება ისედაც რაღაცა მოძველოა
ეს არ მომეწონა ხო რა ვიცი ადრე მომწონდა ხოლმე ამჯერად არ მომეწონა რა ვიცი გუნობა შემეცალა ყველაფერი ხარ როგორ გააფუჭეს მგონია რომ მე შემეცალა გემოვნია თორემდენი რამე გავს იმჯერად ადრე მომწონა და ამფერი აღარ მომეწონა ოსეთი ამბავე ხაზო გაშება მე რეკასი საბათოს გავრეცხო მე თეთრშოვსაც გამოვწვი და მე კიდე მაქვს გაჩენილი რაღაცა იქ რამდენიმე რაღაც იმას